ურთიერთობების დაწევის პოლიტიკა. ორშაბათის დებატები რუსთავიორზე. საზოგადოებაში საერთო ვითარების გაჯანსაღება და გარედან თავისუფლებული პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივად შემცირება ეს არის მთავარი მიზანი. და მადლობა მინდა გადავხადო რუსთავიორს, რომელიც თავიდანვე გამოეხმაურა ამ ინიციატივას. რა ეტაპზეა პროცესი? დებატები ძალიან კარგი ინიციატივაა, მით უმეტეს თემაზე, რომელიც წლები აღელვებს ჩვენ მოსახლეობას. ერთმანეთის პირისპირ პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია და ბიზნესი. ერთად მოხდება ყველა პრობლემის იდენტიფიცირება და შემდეგ გზების გამონახვა ამ პრობლემის აღმოფხვრაში. კომუნიკაციის და დიალოგის შედეგი. ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ ერთიანდება. მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადავლენ მილევად რეჟიმზე. რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება და რომელ დისციპლინებზე აღარ გამოცხადდება მიღება ტექნიკურ უნივერსიტეტში? საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდება ძლავ ტექნიკურ ტექნოლოგიურ უმაღლეს დაწესებულება. სიგნალი ვაშინგტონიდან და ურთიერთობის გადატვირთვის რეალური კონტურები. საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში. წმენდნენ ახლა მთელ ნეგატივს, რომ ჩვენი ურთიერთობა სუფთა კურსიდან დაიწყოს. რა მემკვიდრეობა დაუტოვა დონალდ ტრამპს ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოსთან ურთიერთობაში? სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და საქართველოსთან ურთიერთობები უნდა წამოიწიოს ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში. კონტაქტი სუფთა ფურცლიდან. მარკო რუბიოს დანაპირები. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე. დღეს 9 თებერვალია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობისა. საქართველოს და შეერთებული შტატები პირველი სიგნალი და პირველი რეალური შანსი ბოლო წლებში, რომ ურთიერთობა გადაიტვირთოს და აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყანასთან, რომელიც მთავარი მოთამაშეა მსოფლიო გეოპოლიტიკაში და როგორც ჩანს, მალე პოლიტიკას საქართველოს მიმართაც შეცვლის. ვაშინგტონში უკვე მიმდინარეობს რეალობის გაანალიზების პროცესი და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ მეტ პოზიტივს. საქართველოს პრეზიდენტის, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის მოკლე შეხვედრა ოლიმპიადაზე უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ საუბარი. მარკო რუბიო აღიარებს იმ ნეგატივს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპს დაუტოვა. თუმცა ქართულმა მხარემ ზუსტად არ თარგმნა ის ფრაზა, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ახსენა ამერიკელი დემოკრატების მისამართით. ყრალი სუნი, ეს არის მეტაფორა, რომლითაც რუბიომ თავის წინამორბედებს ბრალი დასდო ტოქსიკური ატმოსფეროს შექმნაში. 47 ადმინისტრაცია ახლა 46 ადმინისტრაციის დატოვებული მძაფრი არომატის განიავებით არის დაკავებული, როგორც თბილისში აცხადებენ. მარკო რუბიომ ფაქტობრივად თქვა, რომ ახლა ვაშინგტონში მიმდინარეობს ნეგატივის გაწმენდის პროცესი და ემზადებიან იმისთვის, რომ სათანადო ნაბიჯები გადაიდგას ნდობით აღდგენისა და ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის. თბილისიც მზად არის და მას შემდეგ აცხადებს, რაც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ყველაფერი დალაგდება, თუმცა ეს არის პირდაპირი განაცხადი, რომ პოლიტიკური ნება არსებობს, რომ შეიცვლება ურთიერთობის ფორმებიც და ტონიც და ორ ქვეყანას შორის დაიწყება კონსტრუქციული დიალოგი. რუბიოს პერიფრაზის გარდა ამაზე მეტყველებს ის შეხვედრებიც, რომლებიც ერთი კვირის წინ ქართულ დიპლომატებს ჰქონდათ შეერთებულ შტატებში. უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ უფრო მაღალი დონის ვიზიტებს უარს ზეწოლის ინსტრუმენტებზე და თანამშრომლობას იმ საერთო ღირებულებებით, რომლებიც ორივე ქვეყნის ხელისუფლებას აქვს დღეს გამოცხადებული. ანუკა ბუავა განაგრძობს საუბარს პირდაპირ ეთერში. ამერიკის სახელმწიფო მდივნის კონკრეტული პოლიტიკური გზავნილების გათვალისწინებით თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ შტატების სიტყვები მალე კონკრეტულ ქმედებებში გადაიზრდება და მათ შორის ვაშინგტონი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს საქართველოსთან მიმართებით. ყოველ შემთხვევაში ასეთი არის ახლა განწყობა საქართველოში მარკო რუბიოს განცხადებების შემდეგ, თუმცა უნდა დაველოდოთ პროცესების განვითარებას, ასე ამბობს საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისად უნდა ველოდოთ კონკრეტული კონტურების გამოკვეთა ამ პროცესში. იმას, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ამერიკის შეერთებული შტატები, მეტყველებს მარკო რუბიოს განცხადება, სადაც ის საუბრობდა საქართველოს პრეზიდენტთან ტექნიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რომელსაც ექნება ორი მთავარი ამოცანა. ერთის მხრივ გაარკვიოს, ვინ, რატომ და რა ინტერესით დააზიანა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და მეორეს მხრივ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში რა ნაბიჯები უნდა გადადგას ორმა ქვეყანამ იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები აღდგეს. ქართულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლებამ კი დღეს კიდევ ერთხელ უთხრა ვაშინგტონს, რომ პოზიცია, განწყობა და მიზანი საქართველოს მხრიდან არის უცვლელი, მოხდეს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით. განაცხადა კიდევაც, რომ
ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაანალიზებულ რეჟიმში, აი ამ სუფთა ფურცლიდან ჩვენი ურთიერთობების დაწყება იყოს შესაძლებელი. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის ნათქვამ ამ სიტყვას ვაშინგტონის საქმეთ კონკრეტულ დროში აქცევს. პირობა მიხეილ ყაველაშვილმა მარკო რუბიოსგან პირადად მიიღო. 2 დღის განმავლობაში გამართულ ორ შეხვედრაზე, სადაც ქვეყნის მთავარსარდალი, მსოფლიოს მთავარი პოლიტიკური მოთამაშის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდა, ითქვა გაცილებით მეტიც. სახელმწიფო მდივანმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციის ნეგატიური დამოკიდებულება და ქმედებები არარეალური და შეუსაბამო იყო. 46-ე პრეზიდენტის პოლიტიკურ შეცდომებს კი 47-ე გამოასწორებს. მან აღნიშნა, რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში. არც მინდა ის სიტყვა გამოვიყენო, აი რაღაცა პირდაპირ შეიძლება არ ითარგმნება ინგლისურიდან, აი უფრო აი სიმყრალესთან იმდენად ესე აღნიშნა რა უდიდესი ნეგატივის მატარებელი აღნიშნა, რომ წინა ორშაბათს გაანალიზეს ეს პროცესი, უახლოეს მომავალში აუცილებლად მოემზადებიან სათანადოდ იმისთვის, რომ ეს ჩვენი ურთიერთობები შედგეს. ხანგრძლივი საქმიანი და პოლიტიკური გზავნილები დატვირთული შეხვედრების შემდეგ თბილისი ვაშინგტონის კონკრეტული ნაბიჯების მოლოდინში და შემხვედრი გადაწყვეტილებების სამზადისშია. საქართველოსთვის უმთავრესი ამოცანა ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზება. მთავარი მიზანი კი სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებაა სუფთა ფურცლიდან. ქართული ოცნების ხელისუფლების სათქმელი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ქვეყნის პირველმა დიპლომატმაც გადასცა. ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან ნეგატიური მემკვიდრეობა საქართველოსთან მიმართებაში, რაც დახვდათ და სახელმწიფო მდივანმა ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და საქართველოსთან ურთიერთობები გარკვეულწილად უნდა წამოიწიოს ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში. ჩვენ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დატვირთული იქნება შინაარსით ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაც. თუმცა მეორეს მხრივ ეჭქვეშ აყენებენ შემდგარ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანაში შტატების პოზიტიური პოლიტიკური გზავნილებით დაბრუნდნენ. ნებისმიერი ყურადღება, მათ შორის ისეთი დიდი სახელმწიფოს პირველი პირების მხრიდან საქართველოს მიმართ, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ ხელის ჩამორთმევის მომენტში ამდენი რამის თქმის მოსწრება მე მგონი არ არის რეალური. არც ერთ ადმინისტრაციას, არც ერთ ეტაპზე ამ ურთიერთობებისთვის ხელი არ შეუშლია. ერთადერთი აქტორი, ვინც ამ ურთიერთობების სწორად განვითარებას ხელი შეუშალა, არის ქართული ოცნება. ოპონენტებისგან განსხვავებით, ბაიდენის ადმინისტრაციის მძიმე მემკვიდრეობაზე თამამად საუბრობს სახელისუფლებო გუნდი. უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაზიანებაზე პასუხისგებელი სწორედ ტრამპის წინამორბედი და მისი პოლიტიკაა, რომელიც სახელმწიფო მდივნის პოზიტიური გზავნილების შემდეგ თვისობრივად უნდა შეიცვალოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე კონკრეტულად საქართველოს ჭრილში გვესმის ჩვენ ეს ყველაფერი, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხდება განცხადება და ვისმენთ განცხადებას, რომ საქართველოს ჭრილში დახვდათ კონკრეტულად მათ ასევე ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, ჩვენი ხელისუფლება მზად არის გადავიდეს ჩვენ სტრატეგიულ, ისტორიულად სტრატეგიულ პარტნიორთან თვისებრივად ახალ ურთიერთობაზე. გასული 1 წლის განმავლობაში მიმდინარე სამუშაო პროცესი ნელ-ნელა, როგორც ჩანს, გადაითარგმნება უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. ყველაზე მთავარი ოღონდ აქ არის ის, რომ ახალ ადმინისტრაციას ესმის სწორედ ამ მძიმე მემკვიდრეობის შესახებ და მოწოდებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება ეს წარსულში, რაც შეიძლება მალე ჩაიხუროს და დარჩეს წარსულში და ჩვენი ურთიერთობების განვაახლო დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლების გაცხადებული მიზანი სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგენაა. მთავრობის მეთაურს ამ თემაზე შეკითხვა დღეს ჟურნალისტებმა დაუსვეს. ეს გზავნილი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ჩვენი განაცხადი არის ცნობილი, ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ თავისი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად და კულმინაციის სახით შეწყვიტა, შეაჩერა საქართველოსთან. ჩვენი მხრიდან იქნება გამოხატული სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით. საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობების განახლების პირობა მიხეილ ყაველაშვილს ჯეიდი ვენსმაც მისცა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრა, რომ ვაშინგტონი თბილისის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს და მალე მოქმედებაზეც გადავა.
მხოლოდ ტექნიკური მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და უარი თქვა თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის ორი უძველესი უმაღლესი სასწავლებელი დამოუკიდებლად განაგრძობს ფუნქციონირებას. თუმცა იქნება სხვა ცვლილებები. საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა. ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ ტექნიკური ფაკულტეტები დარჩება, მაგალითად სამშენებლო, საინჟინრო, ენერგეტიკის, სამთო, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის ან მექანიკის გაუქმებული სპეციალობების შესწავლის მსურველებს კი სხვა სასწავლებლებში მოუწევთ განაცხადის შეტანა. მილევადი რეჟიმი ჰუმანიტარული საგნებისთვის ასეთ სტატუს-კოზე შეთანხმდნენ დღეს პრემიერი და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. მომავალი წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში აღარ გამოცხადება მიღება ტექნიკური პროფილის არ მქონე არც ერთ დისციპლინაში და დარჩება მხოლოდ ის საინჟინრო ტექნოლოგიური სპეციალობები, რომელთა გამოც შეიქმნა და მოგვიანებით დაერქვა კიდეც სასწავლებელს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. დღევანდელ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სხვა შეხვედრებიც, ასევე აკადემიური საბჭოს წერილი, რომლითაც პროფესორ-მასწავლებლები პროცესის შეჩერებას ითხოვდნენ. გადაწყვეტილება არათუ შეჩერდა, არამედ მთლიანად შეიცვალა. სწორედ ეს არის ძალა კომუნიკაციის და კონსტრუქციული დიალოგის. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მთავრობის მეთაურმა გადაწყვეტილება ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიიღო. რატომ არ სურდათ თსუ-სთან გაერთიანება? პრემიერ-მინისტრმა მათი არგუმენტები მოისმინა. თითქმის 3 საათიან შეხვედრაზე გადაწყდა ისიც, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არ მქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო 2 წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. ანუ კიდევ ერთხელ აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი. რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება. ეს არის ის საერთო გადაწყვეტილება, რაზეც შევჯერდით. პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ ხვალიდან სპეციალური სამუშაო ჯგუფიც შეიქმნება. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი განათლების მინისტრის ინფორმაციით აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება და რეფორმიდან გამომდინარე რესურსების სწორად გადანაწილება იქნება. ხვალიდან მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც რა თქმა უნდა უნივერსიტეტის წარმომადგენლები იქნებიან მაქსიმალურად წარმოდგენილი და ამ სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება სწორედ აი ამ მილევადი რეჟიმის ისე განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ეს პროცესი იყოს იმ მიზნების შესაბამისი, რაც არის კონცეფციით განსაზღვრული. გამომდინარე იქიდან, რომ ფაკულტეტები მილევად რეჟიმში არიან, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ თითოეული ის ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული. პრემიერის გადაწყვეტილებას მიესალმებიან ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორები. პროფესორ-მასწავლებლების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მეთაურმა მოусმინა და მათი არგუმენტები გაითვალისწინა. პრემიერმა მოისმინა ჩვენი არგუმენტები, მოგვახსენა რას გულისხმობს უმაღლესი განათლების კონცეფცია. ჩვენ თანხმდებით, რომ რეფორმა აუცილებელია უმაღლეს განათლებაში. ყველა პროფესორი იქნება ზრუნვისაგანი, სტუდენტი რა თქმა უნდა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერს ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ მან გამოთქვა მზაობა, მოესმინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის, გაცნობოდა ჩვენს პოზიციებს და მიეღო სტრატეგიულად სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება. რაც კი დაიწყო ეს რეფორმები, სულ არის საუბარი, რომ ინფრასტრუქტურას არ ვეხებით, აკადემიურ პერსონალს არ ვეხებით, კადრებს არ ვეხებით. შესაბამისად, ჩვენ განვითარდებით იმ ინფრასტრუქტურით, იმ ადამიანური რესურსით, რაც გვაქვს და პირიქით კიდევ დავიმატეთ და გავძლიერდებით კიდევ უფრო მეტად. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა კონსტრუქციულად და პროდუქტიულად შეაფასა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმაც. დავით გურგენიძის თქმით, მთავრობის მეთაურმა როგორც პროფესორ-მასწავლებლების, ისე სტუდენტების მიერ წამოჭრილი საკითხები გაითვალისწინა. იყო მსჯელობა თუ სოციალ-ჰუმანიტარული მეცნიერებების საკითხებზე ჩვენ უკვე შეჯერებულები ვიყავით. ისინი სწავლენ მილევად რეჟიმში
და შემდგომში უკვე გადავლენ საქართველოს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. და რასაც მე ყველას გეუბნებოდი მთელი 10 წლის განმავლობაში, ჩვენ ხელისუფლება ბატონი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნამდვილად არის დემოკრატიული და ის არ გავს ყოფილ ხელისუფლებას. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება შეაფასეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. ჯაბა სამუშია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მეთაურმა გადაწყვეტილება დიალოგის საფუძველზე მიიღო. დიალოგი ასთა გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია ასე დროს. საგანგებოდ მინდა ხაზს გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი არჩევითი ორგანოების, აკადემიური საბჭოების, სენატის პოზიცია. მინდა საგანგებოდ მადლობა მოვახსენო ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც მთელი ეს პრობლემა, მთელი ეს პროცესი უპირველესად უნივერსიტეტის წიაღიდან დაინახა. პრემიერი ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით დასაქმებულ თითოეულ პროფესორ მასწავლებელს მაქსიმალურ ზრუნვასაც დაპირდა. ირაკლი კობახიძემ აქცენტი გააკეთა საუნივერსიტეტო სისტემაში კადრების თვალსაზრისით არსებულ დეფიციტზეც. პარალელურად პრემიერმა ისაუბრა განათლების რეფორმაზეც და აღნიშნა, რომ კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა კომპრომისების გარეშე განხორციელდება. ჩვენი მთავარი მიზანი საბოლოოდ არის ერთ-ერთი რამ. ქართულმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე ის იღებს დღეს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ეს არის ძალიან კომპლექსური რეფორმა. ამას აქვს თავისი პოლიტიკური გამოწვევებიც, ამასაც ყველა ხედავს. თუმცა ჯანსაღი მიდგომის პირობებში და სწორი და მიზანმიმართული, ასე ვთქვათ, პოლიტიკის პირობებში ვფიქრობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დასახულ მიზანს მივახციოთ. პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან მთავრობის ადმინისტრაციაში თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროფესორ მასწავლებლების არგუმენტები რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმაც მოისმინა. 10 დღის განმავლობაში კი შეხვედრები მინისტრის მოადგილესთან განათლების სამინისტროში იმართებოდა. რა შედეგები მოჰყვება დისკუსიასა და დებატებს კიდევ ერთი ინიციატივაზე, რომელიც უკვე საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება და რომელთაც მთავრობა სურს, რომ ფასები დაწიოს სამოხმარებლო ბაზარზე. რუსთავიორის ორშაბათის დებატებამდე საათზე ნაკლები დროა დარჩენილი. სურსათი, საწვავი და მედიკამენტები. დღეს ერთმანეთის პირისპირ პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია. რუსთავიორის სტუდიაში იქნება მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი. სწორედ მას მოუწევს დღეს საჯარო თანხმას, რატომ არის მაღალი ფასნამატები და მარჟები. საჯარო დებატების პარალელურად მიმდინარეობს დახურული სამუშაო პროცესებით. საკითხს სწავლობენ ძალოვანი უწყებები, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე შეიქმნა საპარლამენტო კომისიაც, სადაც მალევე დაიწყება მოსმენები. ბევრი რამ ცხადი დღევანდელი გადაცემიდანაც გახდება, ვის რა არგუმენტები აქვს, რაში ხედავენ გამოსავალს მთავრობა და ბიზნესი, ან რა არ მოსწონს ოპოზიციას ამ პროცესში. ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს კურიერის დასრულებისთანავე მოისმენთ რეზი ჭიჭინაძის დებატებში. მიზანი დისკუსიის გახსნის არის საზოგადოებაში საერთო ვითარების გაჯანსაღება და პოლარიზაციის დამარცხება. რუსთავიორის ეთერში დებატების მთავარი თემა დღეს პროდუქტებზე ფასნამატების რეგულირება იქნება. ოპონენტებთან მოსაზრებების საქმიან რეჟიმში გაცვლა, მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ჯანსაღი პროცესების სტიმულირებას შეუწყობს ხელს. პროდუქციაზე გაზრდილი ფასნამატების დაწევის აუცილებლობაზე ინიციატივა თავად ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. პრემიერ-მინისტრის თქმით, იმ ფონზე, როდესაც სურსათის ფასი ევროპულ ანალოგებზე ძვირია, აუცილებელია ბიზნესმა სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. ხელისუფლება ფასების შემცირების მიზნით ფასნამატის რეალურ მდგენელს რამდენიმე ფორმატში სწავლობს. მადლობა მინდა გადავხადო რუსთავიორს, რომელიც თავიდანვე გამოეხმაურა ამ ინიციატივას და სწორედ ამ ფორმატში შედგება დღეს ძალიან საინტერესო ვიტყოდი დისკუსია ფასების თემასთან დაკავშირებით. აქაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი დისკუსია. ეს არის ის საკითხი, რომელიც აწუხებს საზოგადოებას და რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმშველოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა განაპირობებს შესაბამის ფასებს ჩვენ ქსელურ მარკეტებში, მაღაზიებში და მის საფუძველზე უნდა შევჯერდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფარგლებში არსებობს ფასების შემცირების რესურსი.
სურსათის საწვავისა და მედიკამენტების გაიაფება, რომ შესაძლებელია ამაში დარწმუნებულია მართველი გუნდი. პარლამენტში უკვე დაკომპლექტდა სპეციალური საგამოძიებო კომისიაც. უმრავლესობაში თავისუფალი ბიზნესის პრინციპის დაცვით ყველა კომპონენტის შესწავლას აანონსებენ, რომელიც ფასნამატზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. კანონმდებლების თქმით, ბიზნესისა და მთავრობის წესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა უახლოეს მომავალში მოსახლეობას ცხოვრების ტვირთს შეუმსუბუქებს. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესთან ერთად მათი ჩართულობით მოვაგვარებთ და აღმოვხვრით ამ პრობლემას. რაც შეეხება ზოგადად ფასებს და იმ სპეკულაციურ თემას, რომ აი რას აპირებთ, აი აქაც არის მკაფიო ხაზი გასავლელი, რომ პირველ რიგში დარწმუნებულები ვართ, რომ ბიზნესი თავიდან ბოლომდე გაითავისებს თავის სოციალურ პასუხისმგებლობას. ვინ არის ფასნამატების ზრდაზე პასუხისმგებელი? ამ კითხვაზე განსხვავებულია ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია. გირჩი, რომელიც დებატებში მონაწილეობს, ფასების ზრდას ეროვნული ბანკის არასწორ მონეტარულ პოლიტიკას უკავშირებს. გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ ფასნამატების სიდიდე ბიზნესის მიდგომებთან კავშირში არაა. მთავარი პასუხისმგებლობა მოდის ოცნებაზე, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას და რომლის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა ამ ქვეყანაში ფასების ზრდა. რომც იყოს რაღაცა წილი ბრალეულობა ბიზნესის საბოლოო ჯამში მაინც გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა არის ოცნების. დებატები ძალიან კარგი ინიციატივაა, მით უმეტეს თემაზე, რომელიც წლები აღელვებს ჩვენ მოსახლეობას. ფასები ჩვენ ქვეყანაში იზრდება მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ ეროვნული ბანკი მილიარდობით ლარს ბეჭდავს ყოველწლიურად და ჯობია მთავრობის ხარეს არსებულ პრობლემებზე იფიქროს მთავრობამ, ეროვნულ ბანკს მიხედოს და ამით პრობლემა მოგვარდება. ოპონენტების არგუმენტებს სპეკულაციურს უწოდებენ სახელმწიფო პარტიაში. ქართულ ოცნებაში დღეს საზოგადოებას ისიც შეახსენეს, რომ პროდუქტზე ფასი საბაჟოდან მარკეტის დახლებამდე საშუალოდ 86%-ით იზრდება, რაც მოქალაქეებს ყოფით პრობლემებს უმძიმებს. მართველ გუნდში შესაძლებლობის ფარგლებში სურსათის საწვავისა და მედიკამენტების გაიაფებას აანონსებენ. მივესალმები იმას, რომ მიმდინარეობს დიალოგი, გაიმართა არაერთი შეხვედრა, სხვა დანარჩენი ხა სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები და ნახოთ, იმედი მაქვს, რომ გარკვეულ პროდუქტებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მოხდება ფასების დარეგულირება. ეს თემა ალბათ ძალიან მტკივნეულია ოპოზიციისთვის იმ კუთხით, რომ მათ არავითარ შემთხვევაში არ აწყობთ, რომ პოზიტიური რეფორმები და ცვლილებები განხორციელდეს. ჩვენთვის საინტერესო არის მოვისმინოთ ბიზნესის მხრიდან ახსნა, რითია ეს ყველაფერი განპირობებული და რამდენად ობიექტური გარემოებები არის, რისი შეცვლაც შეიძლება, ან არ შეიძლება. რუსტავიორი დღეს პროდუქციის ფასებზე მრავალპარტიულ დებატებს უმასპინძლებს. ფასნამატების რეგულირების ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. უკვე მუშაობს სამთავრობო საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც საპარლამენტო კომისიაც მალევე შეუერთდება. მართველი გუნდი უახლოეს მომავალში ბიზნესთან თანამშრომლობის გზით პროდუქტების ფასის შემცირებას გეგმავს. შუადერეფნის კარიბჭე და უალტერნატივო ღერძი ასეთია საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის შეფასება ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს გენერალური დირექტორატის ანგარიში. ანაკლიის სპორტის სტრატეგიული პრიორიტეტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს კი ანგარიშის ავტორები ფლაგმანურ პროექტს უწოდებენ. გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია სავაჭრო, ენერგეტიკულ და ციფრულ სექტორებში ქვეყნის პოტენციალზე და იმაზე, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან და ვაჭრობის სტაბილურობასთანაა კავშირში. რა უფრო სანდოა ევროკომისიის სიღრმისეული კვლევა თუ მარტა კოსის ან კაია კალასის განცხადებები, რომელმაც ცოტა ხნის წინ ისე ისაუბრა შუა დერეფანზე, რომ არ უხსენებია დასავლეთისა და აღმოსავლეთის კარიბჭეს ზღვის მქონე საქართველო, რომელიც ხერხემალია ამ დერეფნის და ევროკომისიის 2026 წლის მეტაკვლევასაც აქცენტი სწორედ საქართველოს როლზე აქვს გამახვილებული. ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, პორტებით, რკინიგზით და მაგისტრალებით, ციფრული სექტორი, ენერგეტიკა და ევროპული სტანდარტების კანონები. ევროკომისიის კვლევამ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა უკვე აღიარა და ველოდოთ აღიარებს თუ არა ამას ბრიუსელი. ობიექტური შეფასების შედეგი, ასე უწოდებს პრემიერ-მინისტრი საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტის შინაარს. მთავრობის მეთაურის განცხადებით ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევრობიუროკრატების უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს სამართლიან შეფასებასთან კავშირი არ აქვს და ევროსტრუქტურები საქართველოსთან მიმართებით ხშირად სწორედ ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. ეს არის მორიგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხედავს ობიექტური მკვლევარი საქართველოში შექმნილ ვითარებას. რაც შეეხება ევროკავშირს, თქვენ იცით, რომ შეიცვალა მთლიანად პოლიტიკური კონტექსტი, მაგალითად რუსეთის ფედერაციის მიმართ, სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირ დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ პრორუსულ საქართველოს ხელისუფლებასთან ბრწყალებში მოუნდებათ ასევე
დიალოგის დაწყება. ორმაგ სტანდარტებზე მინდა ხაზგასმა. ორმაგი სტანდარტები არის სერიოზული პრობლემა დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში. საქართველოს როგორც შუადერეფნის კარიბჭე და უალტერნატივო ღერძი, ასე ახასიათებენ საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები. დოკუმენტის ავტორები ანაკლიის პორტის საკითხს სტრატეგიულ პრიორიტეტად ასახელებენ, ხოლო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს ფლაგმანურ პროექტს უწოდებენ. გარდა ამისა, ანგარიში საუბარია სავაჭრო, ენერგეტიკულ და ციფრულ სექტორებში ქვეყნის პოტენციალზე და იმაზე, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან და ვაჭრობის სტაბილურობასთან პირდაპირ ბმაშია. ევროკომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტს სამთავრობო უწყებები დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ანგარიში სრულად ასახავს იმ რეალობას, რომელიც ქვეყანას ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობის მხრივ აქვს. დოკუმენტში საუბარია რეკომენდაციებზეც, რომელიც ძირითადად ევროპული მართვის სისტემების დანერგვას და ინფრასტრუქტურულ ნაწილს ეხება. ჩვენი სამინისტრო უახლოეს პერიოდში დაიწყებს 17 კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს ანაკლიის პორტს ჩვენ სატრანსპორტო ქსელთან. დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რუსთავის ადახლოს მიმართულებით სამშენებლო სამუშაოები, კახეთის მიმართულებით სამშენებლო სამუშაოები. საქართველოს პორტები, რკინიგზა, საგზაო ინფრასტრუქტურა და რეგულატორული ჩარჩოები ჩაშენებულია ყველა რეალისტურ აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის სცენარში და ხსენებული განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელობას იძენს ანაკლიის ღრმაწყობილი ნავსადგურის მშენებლობის და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის და გადაიარაღების კონტექსტში. ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობენ ოპოზიციაში, თუმცა ამ ეტაპზე მიაჩნიათ, რომ უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური კავშირების გაღრმავებაა. ჩვენ თუ პოლიტიკურად დაცილდი ევროპის ფუნდამენტურ ღირებულებებს, ადამიანის უფლებებს აღარ იცავ, კანონის უზენაესობას აღარ იცავ, დემოკრატია აღარ გავს ამ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში გინდა კაბელი კონდეს და გინდა პორტი. ევროპელ ბიუროკრატებსაც, არ ვიცი, პოლიტიკურ ლიდერებსაც და ნებისმიერ ფიგურას დასავლეთში კარგად აქვს გააზრებული სტრატეგიული ფუნქცია და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის. რაც შეეხება მათ კრიტიკას, კრიტიკის ობიექტი არ ქვეყანა ხოლმე მისი პოლიტიკის გამო. მორიგ თვითაღიარებას უწოდებენ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში ევროკომისიის 2026 წლის კვლევის შედეგებს. დეპუტატების განცხადებით, საქართველოს მიღწევებზე ევროკომისიის არაერთი დოკუმენტი არსებობს და გუშინ გამოქვეყნებული მასალაც ამის დადასტურებაა. ყოველთვის ვაფიქსირებდით, რომ ევრობიუროკრატიაში გამოჩნდებიან ის ძალები, რომლებთაც მოუწევთ აღიარონ საქართველოს უპირატესობები. და დადგა ეს მომენტი და ახლა უკვე იძულებული გახდნენ, რომ ეღიარებინათ საქართველოს ეს უპირატესობა. ეს არის ნამდვილად ედგარი თვითაღიარება, რომ შეიძლება ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გააკეთოს კვირალაგა პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც რეალობასთან გვაქვს საქმე, არა შეფასებებთან, არამედ კონკრეტულ რეალობასთან, აი ამ რეალობაში საქართველოს და საქართველოს გეოგრაფიას გვერდს ვერავინ აუგლის. ჩვენ ყოველთვის გვითქვავს, რომ საქართველო არის კონსტრუქციული პარტნიორი, საქართველო არის სანდო პარტნიორი ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია იმ სატრანსპორტო დერეფნის განვითარება. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ რეგიონთა შორისი დაკავშირებადობის დღის წესრიგის დოკუმენტით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველო ძლიერი პარტნიორია და მისი როლი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის უალტერნატივოა. კონსტრუქციული პოლიტიკის პირობებში კი საქართველოს საკვანძო როლის მეტად წარმოჩენა შეუძლია. საქართველოს უპირატესობებს და ეკონომიკურ ზრდას ევროპაში დიდი ხანი აღიარებს ბუდაპეშტი, სადაც ახლა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის გლობალური დიალოგი მიმდინარეობს. ეს არის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატი, სადაც პოლიტიკოსები და დიპლომატები უსაფრთხოებისა და რეგიონული გამოწვევების საკითხებზე მსჯელობენ და ამ პლატფორმაზე მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. მაკა ბოჭერიშვილი კოლეგების წინაშე სიტყვით ხვალ გამოვა საქართველოს ნომერ პირველ დიპლომატს უკვე ჰქონდა პირისპირ შეხვედრებიც. პიტერ სიარტო, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლასლო კოვერი, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ქართულმა დიპლომატმა მეგობარი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ორმხრივი და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა დღის წესრიგშია თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების თემა და გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ბრიუსელი დგას. რითია მნიშვნელოვანი და გამორჩეული ბუდაპეშტის გლობალური დიალოგი და რაზე გააკეთებს აქცენტს ხვალ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლუკა ჩანგელია იმყოფება ბუდაპეშტში.
ორი ქვეყნის პრაგმატული არჩევანი, სუვერენისტული მმართველობის სტილი და მშვიდობის პოლიტიკაზე დადებული ფსონი. დავით ნათია, საღამო მშვიდობის ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც დღეს მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა აქცენტები ბუდაპეშტში. მაშინ, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდებოდა. რამდენიმე წუთის წინ დატოვა მაკაბოჭორიშვილმა უნგრეთის პარლამენტი, სადაც ის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა. მანამდე კი იყო აუდიენცია პიტერ სიარტოსთან. მაკაბოჭორიშვილმა უნგრელ კოლეგასთან განიხილა ორი ქვეყნის პარტნიორობის საკითხი, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. განხილვის თემა იყო ასევე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების თემაც, რომ რა გზაზეც ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ უნგრეთი და ბუდაპეშტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე და აქტიური მხარდამჭერია. სიარტოსა და ბოჭორიშვილი შეხვედრის დასრულების შემდეგ იყო სპეციალური პრესკონფერენცია, სადაც მედიის წარმომადგენლებს მოგვეცა შესაძლებლობა, რომ კითხვები დაგვესვა, როგორც პიტერ სიარტოსთვის, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ასევე ქართველი დიპლომატისთვის მაკაბოჭორიშვილისთვის. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დრო არის, რადგანაც იქმნება ახალი მსოფლიო დღის წესრიგი, რომელიც შექმნის შესაძლებლობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოთა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. უნგრეთი და საქართველო არის ამის მკაფიო მაგალითი. ესენი არიან სახელმწიფოები, რომლებმაც არ დაუშვეს, რომ ჩართული ყოფილიყვნენ ომში და რომლებიც ასევე არ დაუშვებენ, რომ გარე ძალები ჩაერიონ შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. არ უშვებენ, რომ იყვნენ სულელი აქტორები გარეშე ძალების წინაშე. ეს არის ბრძოლა, რომელიც არასოდეს დასრულდება. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას ყოველდღიურად ჩვენი სუვერენიტეტისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. ამის მიზეზია ის, რომ ბრიუსელი სხვა მიმართულებით მიდის. იქამდე ვიდრე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება. ჩვენ მოგვიწევს წინააღმდეგობის გაწევა პროვოკაციების წინააღმდეგ და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან ავირიდოთ უკრაინის ომში ჩართვა. საქართველომ და უნგრეთმა შეძლეს, რომ გაეძლოთ ზეწოლისთვის, რადგან მათ ყავთ ძალიან ძლიერი ლიდერები. ვერც საქართველო და ვერც უნგრეთი ვერ გატეხეს ყოველდღიური გარე ზეწოლის ფონზე. ჩვენ არ მივცემთ უფლებას სხვებს, რომ დაგვამარცხონ. უნგრეთი და საქართველო ამაყობენ იმით, რომ არიან პიონერები გლობალური პატრიოტული რევოლუციისა. ბრიუსელის მიერ ხდება არჩევნებში ჩარევა. საქართველო არის დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო არჩეული მთავრობით. უნგრელები ყოველთვის დადგებიან საქართველოს გვერდით. ჩვენ წინააღმდეგობა გავუწიეთ ყველა სახის სანქციას საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით სავიზო შეზღუდვების დაწესებას და არასოდეს ვეთანხმებოდით, რომ საქართველომ უნდა დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი, რათა შეუერთდეს ევროკავშირს. ვფიქრობთ, ევროკავშირი უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირისგან დისტანცირებული უნდა იყოს. ჩვენი ქვეყნები მხოლოდ მეგობრები არ არიან. ჩვენ გვაერთიანებს სტრატეგიული მიზანი, ერთობლივი ძალისხმევა მშვიდობისა და საერთო ღირებულებებისადმი, რომელსაც თავის დროზე დაეფუძნა ევროკავშირი და რომელსაც დღეს დიდი საფრთხე ექმნება ევროპის მასშტაბით. საქართველოსა და უნგრეთის მთავრობები აშკარად აცნობიერებენ იმ რისკებს, რომლებიც მოდის და რომელიც უკავშირდება სუვერენიტეტზე თავდასხმას და საჭიროებს მის მტკიცე დაცვას. მიუხედავად იმ ხშირი კრიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი სუვერენული უფლებების დაცვის დროს, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი საერთო მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე ვიაზრებთ საერთო ძალისხმევას მშვიდობის მიმართ და ვხედავთ ომის დამანგრეველ შედეგებს ევროპაში. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს მშვიდობაზე ორიენტირებულ ძალისხმევას და პოლიტიკას. ჩვენს მთავრობებს ასევე აერთიანებს ტრადიციული ღირებულებების დაცვა. ჩვენ გვაერთიანებს საერთო მტკიცე გადაწყვეტილება, რომ დავიცვათ კონსერვატიული ღირებულებები, რაც აუცილებელია ჩვენი ერების ჯანსაღი და მდგრადი განვითარებისთვის. ეს არ არის ადვილი ამოცანა დღევანდელ სამყაროში და ხშირად ვაწყდებით უსამართლო მოპყრობას ჩვენი მტკიცე და პრინციპული პოზიციების გამო. სუვერენული სახელმწიფოების ურთიერთობა არ უნდა განისაზღვრებოდეს ბრიუსელიდან და მე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო უნგრეთს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. თქვენის გაბედული მინისტრი ხართ, რომელიც თამამად ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის ინსტრუმენტალიზაციას და დასჯის იარაღად გამოყენებას. ჩვენი პარტნიორობა ორივე ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება და ევროპის უფრო ფართო და მტკიცე უსაფრთხოებას უწყობს ხელს. საქართველოს როლი, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდი შეუცვლელია და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით და თანამშრომლობით შეიძლება ჩვენი საერთო ინტერესების ეფექტურად დაცვა. ამავე პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლების მხრიდან გაჩნდა კითხვა, თუ ევროკავშირში ბევრი ხედავს, რომ საქართველოს სწორი გზით მიდის და ვითარდება, მაშინ რატომ არის ორმაგი სტანდარტი მუდმივად ევრობიუროკრატების მხრიდან გამოვლენილი და რატომ ადანაშაულებენ ბრიუსელელი დიქტატის წარმომადგენლები ოფიციალურ თბილის სხვადასხვა წესების დარღვევაში. ამაზე პიტერ სიარტომ საკმაოდ ხისტი პასუხი გასცა. მან თქვა, რომ ბრიუსელს რეალურად სხვა მიზნები აქვს საქართველოსთან და სუვერენულ სახელმწიფო
სახელმწიფოებთან მიმართულებით, კონკრეტულად კი როგორც პიტერ სიარტომ აღნიშნა, დღეს ევროკავშირის მიზანი არის, რომ ყველა სახელმწიფო ლიბერალურ ფორმაზე გადაერთოს და პარალელურ რეჟიმში ისინი ჩაერთონ ომში. თუ ეს ყველაფერი არ მოხდება, მაშინ ისინი გააგრძელებენ სუვერენული სახელმწიფოების კრიტიკას. ბრიუსელში ყველა შეაქებდა საქართველოს, თუ საქართველო მზად იქნებოდა დაეთმა საკუთარი სუვერენიტეტი, თუ საქართველო დაუშვებდა, რომ ბრიუსელი ჩარეულიყო მის შიდა საქმეებში. ისინი ძალიან მოხარულები იქნებოდნენ, რომ საქართველო ასევე ჩართული ყოფილიყო ომში. ბრიუსელი შეაქებდა საქართველოსა და ქართულ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ. საქართველოს ასევე შეაქებდნენ, თუ გეი ქორწინებას დააკანონებდნენ. ვინაიდან საქართველოს არ სურს ზემო ჩამოთვლილის გაკეთება, შესაბამისად არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ბრიუსელი შეგაქებთ. სუვერენული და პატრიოტული კონსერვატიული მთავრობები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენენ, ვერ ენდობიან ბრიუსელს. ჩვენ ვართ ის იღბლიანი სახელმწიფოები, რადგან საქართველოში გყავთ ასეთი მთავრობა, ისევე როგორც უნგრეთში. ჩვენ გვმართავს ჩვენი მთავრობები და არა ბრიუსელი. ჩვენ ვიჩვენთ ძალისხმევას, რომ ვითანამშრომლოთ საერთო ინტერესების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი მუშაობა და თანამშრომლობა სუვერენიტეტის დასაცავად. ეს ყველას არ სიამოვნებს, თუმცა ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და ძალიან მნიშვნელოვანია მისი დაცვა, რადგან სწორედ ეს უკავშირდება ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს კეთილდღეობას და უკავშირდება ჩვენს მომავალ თაობებს. სწორედ ასე ვხედავთ ჩვენ ამას. ჩვენ გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. სწორედ ამისთვის ვიგვზით, სწორედ ამის მხარეს ვდგავართ და ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი უნგრელი მეგობრების. ისინიც სწორედ ამ იდეას და მის მნიშვნელობას იზიარებენ. რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის ბრძოლა და მშვიდობის მიმართულებით მუშაობა ევროპაში. ცხადია, ჩვენს მეგობრობასა და თანამშრომლობას ძალიან ბევრი რამ აძლიერებს და კიდევ განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის უნგრეთში ვიზიტის პირველი დღე ამით დასრულებულია, ხვალ უკვე მაკაბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს ბუდაპეშტის ერთ-ერთ საკმაოდ ავტორიტეტულ კონფერენციაში, რომელსაც გლობალური დიალოგი ეწოდება. სწორედ აქ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს და მათ შორის საკმაოდ ცნობილ ექსპერტებს სიტყვით მიმართავს და თავდაცვა და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს გამოცდილებას გაუზიარებს. მადლობა, ეს იყო ლუკა ჩანგელია და ჩვენი პირდაპირ ჩართვა უნგრეთიდან. შიდა უთანხმოება და კონფლიქტი ბრიუსელის პოლიტიკას ბუდაპეშტის გარდა უკვე რიგაც აპროტესტებს. მიზეზი ამჯერად 2024 წლის საიმიგრაციო კანონმდებლობა გახდა, რომელიც წევრ ქვეყნებს მიგრანტების მიღებას ავალდებულებს. თუკი სახელმწიფო ამ რეგულაციას არ დაემორჩილება, ბრიუსელი ქვეყანას ავალდებულებს ერთ ემიგრანტზე 20,000 ევრო გადაიხადოს და გადაამისამართოს ის მესამე ქვეყანაში. უნგრეთი და ლატვია ბრიუსელსა და სტრასბურგში მყოფ ბიუროკრატებს უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. ლატვიის ხელისუფლება აცხადებს, რომ არც მიგრანტებს მიიღებს და არც ჯარიმას გადაიხდის. ოფიციალური ბუდაპეშტი ამბობს, რომ ევროკავშირის ახალი კანონმდებლობა არალეგალური მიგრაციის რისკებს ზრდის და ადამიანებით მოვაჭრეების ქსელებს აძლიერებს. უნგრეთი სამართლებრივი გზებით ცდილობს დაამტკიცოს, რომ ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტი სახელმწიფოების სუვერენიტეტს დააზიანებს. კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს ბრიუსელის მიგრაციის პოლიტიკის გამო. უნგრელები წინააღმდეგით ბრიუსელს ავაშენეთ საზღვარი, ჩავშალეთ სავალდებულო კვოტა, ამიტომ ჯერ კიდევ მიგრანტებისაგან თავისუფალ ქვეყნად ვრჩებით. ბრიუსელი საფრთხეს უქმნის ევროპელი ხალხის უსაფრთხოებას და ეხმარება ადამიანებით მოვაჭრეთა ქსელებს. მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არც ლატვია დაემორჩილება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიმში გამოსვლისას ღიად თქვა, რომ რიგა მიგრანტებს არ მიიღებს და არც იმ ჯარიმას გადაიხდის, რომელიც შესაძლოა ევროკომისიამ ამ გადაწყვეტილების გამო დააწესოს. ლატვია არ მიიღებს ახალ მიგრანტებს, რაც შეეხება მიგრაციას, რომელიც მრავალი დისკუსიის საგანი გახდა. ვფიქრობ, მთავრობის პოზიცია აბსოლუტურად ნათელია. არალეგალურ მიგრაციას. ჩვენ გავაგრძელებთ საზღვრების დაცვას და მზად ვართ სოლიდარობის მექანიზმის ფარგლებში ჩვენი გამოცდილება და ცოდნა ევროპის სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ. თუმცა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე ხაზგასმით აღნიშნა, ლატვია არ მიიღებს ახალ მიგრანტებს და მათთვის არც ფულს გადაიხდის. ახალი პაქტით გათვალისწინებული პირობების დაცვას ევროპის არაერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება. წესები მიუღებელია პოლონეთის, ავსტრიის, ხორვატიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და იტალიისთვის. სახელმწიფოები არ ეთანხმებიან ეგრეთ წოდებულ სოლიდარობის მექანიზმს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მიერ 30,000 იმიგრანტის მიღებას და იმიგრანტის მიღებაზე უარის გამო 20,000 ევროს ჯარიმას ითვალისწინებს.
სოლიდარობის მექანიზმი სავალდებულოა. რა თქმა უნდა, ევროკომისია არის ხელშეკრულებების გარანტი და ჩვენი მოვალეობაა უზრუნველყოთ, რომ წევრი ქვეყნები იცავდნენ ევროკავშირის კანონმდებლობას. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ამ პროცესს და რა თქმა უნდა, გაგვაჩნია შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოთ ამ კანონების აღსრულება. მასობრივი იმიგრაცია ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. სხვადასხვა მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ბლოკის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა. ამ გამოწვევის საპასუხოდ 2024 წელს მიგრაციის და თავშესაფრის ახალი პაქტი მიიღეს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში ამოქმედდება. ბინარუს თავში დიდი ოდენობით ალფა-პვპ და მისი გასაღების სქემები ძმება ალიევებს ნარკობიზნესი ჩაუვარდათ ორივე სახლში აღმოუჩინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები. ძმები დიდი ხანია მოხდნენ ოპერატიული თვალთვალის რეჟიმში, სწორედ გამოძიების ვიდეო მასალებშია ის კადრებით, სადაც ბრალდებულები ნარკოტიკებით სავსე ჩანთის მოშორებას ცდილობენ. 20 და 25 წლის ძმები პოლიციამ რუსთავში სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. სარეცხის მანქანის ქვეშ დამალული შავი ფერის ჩანთა ნარკოტიკით იყო სავსე. ორი მამაკაცი კი ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ძმები არიან. ოთახიდან გავიდნენ, თუმცა მალევე ჩქარი ნაბიჯით უკან დაბრუნდნენ. ფარულ კადრებში ჩანს, რომ ისინი სამალავიდან ამოღებული ჩანთის თავიდან მოშორებას ცდილობდნენ. მათი დაბნეულობა ბინის კართან სამართალდამცველების მობილიზებამ გამოიწვია. კურიერის ინფორმაციით, ბინაში მყოფი ძმები პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და კარს არ აღებდნენ. სამართალდამცველები ბინაში სპეციალური საშუალებებით შევიდნენ და ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ხელბორკილები დაადეს. შიგნით იყვნენ ეთყობა და მე როგორც იქნა სანამ არ გატეხეს ესა ბალკონიდან საერთოდ არ გადახდებოდა მეხლა მეხუთე სართულიდან და მე წაუყვანიათ. ნარკოდანაშაულისთვის ძმები ალიევები არიან დაკავებულები. კურიერისთვის კონკრეტული დეტალები გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მათთან ბინაში მაშინ მივიდნენ, როდესაც ისინი ალფა-პვპ-ს დაფასოებას და სარეალიზაციოდ გატანას აპირებდნენ. ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია რუსთავში ჩატარდა. ბინას საგამოძიებო მოქმედებების კვალი ახლაც ეტყობა, კარი დალუქულია. სახლში ვიყავი, ხმაური რომ გავიგე, ბევრი პოლიცია იდგა ეზოში და სადარბაზოშიც. ამ ბიჭებს არ ვიცნობდი, რადგან რამდენიმე დღის წინ იქირავეს ბინა. ხელბორკილებით რომ წაიყვანეს, მაშინ გავიგე, რომ ნარკოდამნაშავეები იყვნენ. ბინაში, სადაც ალიევები ცხოვრობდნენ, ჩხრეკა ჩატარდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, ელექტროსასწორები, წებოვანი ლენტები და ყველა ის მოწყობილობა, რომელიც ნარკოტიკის დაფასოებისთვისაა საჭირო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილია ნარკოდანაშაულში ჩართული ორგანიზებული ჯგუფი. დაკავებულია ორი პირი, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და მისი დაფასოებისთვის საჭირო მასალები. ნარკოტიკების შეძენა შენახვა რეალიზაციის ხელშეწყობისთვის დაკავებულები ახლა დუმილის უფლებას იყენებენ. ესენი დააკავეს ნაქირავე ბინაში. ბრალდებულებმა ამ ეტაპზე აირჩიეს დუმილის უფლება, ამ ეტაპზე ამ წუთას გადმოუწეს საქმის მასალები და სხვა დანარჩენ კომენტარს საქმესთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ საქმის მასალებს არ ვიცნობ. ორგანიზებული ჯგუფის წევრების დასაკავებლად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა სახის ოპერატიული ღონისძიებები ჩაატარეს, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებებიც. იყვნენ თუ არა ნარკოდანაშაულებრივ სქემაში სხვა პირებით ჩართულები, ამის დასადგენად პოლიცია ამ დრომდე მუშაობს. ნარკოდამნაშავეთა გამოვლენის მიზნით არაერთი ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფარული ვიდეო და აუდიო მეთვალყურეობა, რითიც დადასტურდა დამნაშავეების ბრალეულობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო 24 საათიან რეჟიმში განაგზობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. 20 და 25 წლის ძმებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდიან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. კალიფორნიაში ამერიკის ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება სუპერბოული ჩატარდა, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ელოდებოდა, განსაკუთრებით კი სუპერბოულის შესვენების შოუს. მუსიკალური ნაწილის მთავარი გმირი წლევანდელი გრემის გამარჯვებული ბედ ბანი იყო, პერფორმანსი მთლიანად პუერტო-რიკოს კულტურას მიეძღვნა. 13 წუთიან შოუზე ლეიდი გაგამ, რიკი მარტინი და სხვა ვარსკვლავებიც გამოჩნდნენ. Mucha novia, hoy tengo a una, mañana otra. Ey, me la voy a llevar a todas pa' un VIP.
პუერტო-რიკოს სიმბოლოებით გაფორმებული სცენა, მინდვრებში მომუშავე ადამიანები, დომინოს მოთამაშეები, პირაგუას სტენდი და ადგილობრივი ვაჭრები. სუპერბოულის 60 წლიან ისტორიაში ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც არტისტმა საკუთარი გამოსვლა პოლიტიკურ მანიფესტად აქცია. ამერიკული სპორტის უდიდეს მუსიკალურ სცენას ახალი გმირი, ესპანურენოვანი და ცხადად იმიგრაციის მხარდამჭერი ბედ ბანი ჰყავს, რომელმაც საკუთარი სამშობლო გუშინ ამერიკის საფეხბურთო ლიგის ფინალის ყოველწლიურ შესვენების შოუზე წარადგინა. შოუმდე რამდენიმე დღით ადრე არტისტმა თიზერი გამოაქვეყნა, სადაც მაყურებელს დაპირდა, რომ სოფლიო იცეკვებდა. ასეც მოხდა. მასთან ერთად სცენაზე კარდი ბი, ჯესიკა ალბა, პედრო პასკალი და ქეროლ ჯი გამოჩნდნენ. მილიონობით მაყურებლის წინაშე მოულოდნელად ლეიდი გაგა გამოვიდა, რომელმაც სალსას რიტმებზე David the Smile შეასრულა. გაგას კაბას პუერტო-რიკოს ეროვნული ყვავილი ამშვენებდა. ეს ყველაფერი კი რეალური ქორწილის სცენის ფონზე მიმდინარეობდა. პერფორმანსის დროს მუსიკალური ნომერი რიკი მარტინმაც შეასრულა. პოლიტიკური გზავნილი განსაკუთრებით მკაფიო გახდა სიმღერა ელ აპაგონის შესრულებისას. სცენოგრაფიაში გამოყენებული იყო აფეთქებული ელექტრობოძები, პუერტო-რიკოს ქრონიკული ენერგოკრიზისის სიმბოლოდ. God bless America! Sea Chile, Argentina! დასასრულს ბანიმ ინგლისურად მიმართა აუდიტორიას, ჩამოთვალა ამერიკის კონტინენტების ქვეყნები და ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა მხოლოდ შეერთებულ შტატებს არ ნიშნავს. ბოლოს კი ეკრანზე წარწერა გამოჩნდა. სიძულვილზე უფრო ძლიერი მხოლოდ სიყვარულია, ფრაზა, რომელიც მან ცოტა ხნით ადრე გრემის ცერემონიაზეც გამოიყენა. გასულ კვირას მან 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე ისტორია დაწერა და პირველი ლათინო არტისტი გახდა, რომელმაც წლის ალბომის ჯილდო მიიღო. სუპერბოულის ისტორიაში ყველაზე ხმამაღალი გამოსვლა, რომელიც თავისუფლებისკენ სწრაფოსა და პროტესტის იდეას აერთიანებდა. ასე შეაფასა მსოფლიო მედიამ შოუ, რომელსაც მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 140 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა. სუპერბოულის შესვენების შოუ ამ სახით პირველად პოპის მეფემ მაიკლ ჯექსონმა შექმნა. სხვადასხვა დროს სუპერბოულის სცენაზე ისეთი ლეგენდარული არტისტები იდგნენ, როგორიც პრინცი, დაიანა როსი, მადონა, ბიონსე და ჯგუფი როლინგ სტოუნი. პირველად ისტორიაში საქართველოს ფიგურული სრიალის ნაკრები ოლიმპიადის ფინალში გავიდა. ჯერ მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში, საბოლოოდ კი მეოთხე ადგილი. მილანის ზამთრის ოლიმპიადაზე უმაღლესი ქულები ეროვნულ გუნდს ჯერ სპორტულ ცეკვებში ანასტასია მეტელკინასა და ლაშა ბერულავას წყვილმა მოუტანა. ისინი მეორე ადგილზე იყვნენ თავიანთ დისციპლინაში. შემდეგ ნაკრები ანასტასია გუბანოვამ დააწინაურა. ის ასევე მეორე იყო ქალებს შორის. საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე სულ ცოტა დააგდა, თუმცა ახლა წინ გვაქვს ინდივიდუალური გამოსვლები. შეერთებული შტატები, იაპონია, იტალია და საქართველო ასეთია დღეს მსოფლიოს საუკეთესო ოთხეული, სადაც საქართველო მოუგო ზამთრის სახეობების ისეთ დიდ ქვეყანას, როგორიც კანადა. ახლა ეროვნული ნაკრები ასევე ისტორიაში პირველად ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლას ინდივიდუალურ ასპარეზობაში განაგრძობს. თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე ყინულზე დიანა დევისის და გლებ სმოლენსკის წყვილი გავა და ქართული დელეგაციისთვის ოლიმპიური მედლის მოპოვება შეეცდება. უძლიერეს გუნდში შევედის მსოფლიოდან და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ნამდვილად ძალიან დიდი წარმატება არის უკვე ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, პატარა ფედერაციისთვის და პატარა გუნდისთვის. ჩვენ გუნდში სპორტსმენს არც ერთ შემცვლელი არ ყავს. აქედან გამომდინარე მათთვის ბევრად უფრო რთული იყო ეს ბრძოლა, ვიდრე დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენელი სპორტსმენებისთვის, რომელსაც 2, 3 და ზოგჯერ 5 შემცვლელი იყო. საქართველოს ნაკრებმა სადაც აჩვენა ხასიათი, აჩვენა სპორტული ოსტატობა და უძლიერესთა შორის დაიკავა ღირსეული მეოთხე ადგილი. საქართველოს შედეგი არის ძალიან მაღალი, ისტორიული, დიდი ბედნიერებაა ის, რომ ერთი პატარა საქართველო ამხელა ოლიმპიურ თამაშებზე ესეთი მნიშვნელოვანი შედეგით ასრულებს გუნდურ შეჯიბრებას. ჯამში რიტმული ცეკვების მოკლე პროგრამაში 23 წყვილი ჩაერთვება. მედლებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას 20 წყვილი მიიღებს.
ეს იყო დღევანდელი დღე 9 თებერვალი და კურიერი 9 საათი. დარჩით რუსთავიორზე რამდენიმე წუთში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეზო ჭიჭნაძესთან პირდაპირ ეთერში დებატებს გამართავს საშუალო ფასებზე. ჩვენ კი დღეს ამ თვალსაჩინო მუშაობას და ხვალამდე გემშვიდობით ნახვამდის. ნახვამდის.